საღამომშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა კარტოზია. საღამომშვიდობის ბატონო მამუკა, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო დავით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებლებს, მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისათვის. საქართველოს პარლამენტმა შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები ორი სასესიო დღის განმავლობაში განიხილა და საბოლოოდ დაამტკიცა უკვე მესამე მოსმენა კანონის შევა ძალაში. რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე 15 დღიდან 60 დღემდე გაზრდას პატიმრობისას. და კიდევ მრავალი სხვა რეგულაცია ასევე ვთქვათ იარაღის ტარების უფლებაც კი ჩამოერთმევათ იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც თქვენ ოპოზიციონერებს ან პარლამენტის წევრებს ვისაც აქვთ უფლება შესაძლოა მაძებნოს. ხო, სხვადასხვა ბევრი რეგულაციებია ამ კანონის შესაბამისად. პოლიტიკური თანამდებობის პირს და სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფაზე ასევე გათვალისწინებულია იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა 3 წლამდე ვადით ასია პირდაპირ მინიშნებული. გარდა ამისა, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ერეოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში და ასევე USAID. და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის საბოლოო ფორმირების შემდეგ ასეთი ფაქტები აღარ მოხდება და ვითარება გამოსწორდება ან პარტნიორობის თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ასევე პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ორ სიახლესთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ იგულისხმება ეგრეთ წოდებული ფარას კანონის პირდაპირ კოპირება ამერიკული კანონის და მედიას რაც შეეხება, აქ პირდაპირ წამოიღებენ დიდ ბრიტანეთში აპრობირებულ ამ საკანონმდებლო ბაზას. და უკვე თავად ოპონენტებმა, რომლებსაც ექნებათ პრეტენზია ამ ყველაფერთან, ჯობია მიმართონ ვაშინგტონს ან ლონდონს, ხო და არ ყვიონ მათთან. აი ასეთია ყველაზე ისეთი მომენტები, რაც ყურადღებას იმსახურებს. ბატონო მამუკა, თქვენ რა შეფასებას გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით? აბსოლუტურად სწორი აქცენტებია ბატონო დავით გეთანხმებით, დრო მოიტანა, სიტუაცია მოიტანა, აი მიმდინარე დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კატაკლიზმები გნებავთ, პოლიტიკური კრიზისი შეიძლება არ დავარქმევდი, მაგრამ გამოიწვია ის, რომ მაქსიმალურად ხელისუფლება და ქართული ოცნება ვალდებულიც იყო, რომ გარკვეულწილად კორექტირება შეეტანა და გაემკაცრებინა საკანონმდებლო ბაზა, იმიტომ რომ ხედავთ რა ხდება, ხო ეს არცეთ პროტესტის არსეთ აღიარებულ და გნებავთ არ აღიარებულ ფორმებში არ ჯდება, რაც დღეს საქართველოში და კერძოდ თბილისში მიმდინარეობს და კერძოდ რუსთაველის პროსპექტზე. აბსოლუტური ანარქია და ქაოსი, აი თვითონაც არ იციან რა უნდათ, არც ერთი პოლიტიკური პარტიები, მიმდინარეობები, ის ვინც თავიანთ თავს ოპოზიციას ეძახის და რომელსაც უნდა გარკვეულწილად რაღაცა დაუშვათ შეცვალოს, ისინიც ჩამოუყალიბებლები არიან. აი საერთოდ ეს აპრობი, აი მიღებული წესია, ხო, აი გაუგნებულიოთ, არაერთხელ საუბრობდით ამ თემასთან დაკავშირებით, რომ როდესაც პროტესტს აცხადებ, პროტესტის რაღაცა საგანი უნდა კონდეს. ხო, რაღაცა უნდა მოითხოვო, ხო, ბატონო დავით, ასე არ არის? ან მთავრობის გადადგომა, ან დაუშვათ რაღაცის კანონმდებლობის შეცვლა, ან რაღაცა, ხო? მათი ნაბიჯები არის არათანმიმდევრული. არათანმიმდევრული, ზუსტად და ეს იმიტომ იქედანაც ჩანს, რომ მისი დამფინანსებლები და მისი ეგრეთ წოდებული შემკვეთები და ანუ ზურგს უკან მდგომი, ვინც მათ მართავს ფაქტიურად, ისინი ჩამოუყალიბლებები არიან, იმიტომ რომ მოხდა, მე ვფიქრობ, რომ ეპოქალური და გრანდიოზული ცვლილება მსოფლიოში აბსოლუტურად სხვა წესრიგი მყარდება. ეხლა ჩვენ რომ უყურებთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მოქმედებას, სულ რაღაც დაახლოებით 2 კვირა, რაც ადმინისტრაციამ დაიწყო მოქმედება და ნახეთ როგორი კმედითი ნაბიჯები გადადგა თვითონ თავისი დევიზის ამერიკა უპირველეს ყოვლისა, აი ამ დევიზით მოვიდა დღეს ხელისუფლებაში ტრამპის ადმინისტრაცია და ზუსტად ამას ახორციელებს. თქვენ დააკვირდით ტრამპმა ფაქტიურად პომპეზურად და თეატრალურად გახადა მისი პირველი დღიდან შემოსვლა. თქვენ ხედავთ, რომ ტელევიზიების გარეშე ხელს არ აწერს არც ერთ ბრძანებას, ხო, პრეზიდენტი თვითონ ოვალური კაბინეტიდან პირდაპირ ჩართობი
მიმდინარეობს და ხედავთ რომ ყოველ დღეურად დღის განმავლობაში უამრავ ასობით კანონს აწერს ხელს, რომლის მიხედვითაც აბსოლუტურად შეიცვალა ცხოვრების წესი და მიმართულება. ეხლა გარდა ამისა სამეჯლისო დარბაზის სივრცის მოწყობა უნდა თეთრ სახლში და აქვე ვიტყოდი რომ დადიანების სასახლეში რამდენჯერმე კარგი მეჯლისი გაიმართა. ხო და ორგანიზატორი გიორგი კალანდია იყო მე მგონი რა და არ იცნობს ეთყობა რომ გააცნონ შეიძლება იქ მოუწიოთ ასევე ამ ქართულის მაგალითზე ასეთი დარბაზის გაკეთება ეს ხუმრობით. კი რა თქმა უნდა. ეხლა რაც შეეხება იუსაიდს ძალიან საინტერესო თემას შეეხო, ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენთვის საინტერესო, იმიტომ რომ იუსაიდი გახლავთ თავიდან ბოლომდე სახელმწიფო ორგანიზაცია, იუსაიდი ექვემდებარება ორგანიზაციულად და სტრუქტურულად სახელმწიფო დეპარტამენტს, იუსაიდის უფროსად ითვლება ფაქტიურად სახელმწიფო მდივანი. ეს არის ჯონ კენედის პრეზიდენტობის პერიოდში 1960 წელს შეიქმნა ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო, რომელიც მოწადინებული იყო მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დახმარებოდა გარკვეული პროგრამების, მხოლოდ არა სამხედრო. აი ეს არის იუსაიდის ერთ-ერთი დამახასიათებელი, ეს არის ბრძოლა სიღარიბეს წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა შიმშილობის, სოციალ-პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური პროექტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამერიკის ბიუჯეტის 1% იყო გამოყოფილი ყოველწლიურად იუსაიდის ბიუჯეტი დაახლოებით 50 მილიარდ დოლარზეა საუბარი. ეხლა და ეს ბიუჯეტი რა თქმა უნდა ყველა ცნობილი იყო, მაგრამ თვითონ მიზნობრივად ხარჯები ფაქტიურად გასაიდუმლოებული იყო. ნუ ეხლა სახელმწიფო დეპარტამენტს რა თქმა უნდა მის უშუალო უფროს და კურატორს ბლინკენს და დაუშვათ მათ წინამორბედებს რა თქმა უნდა შეეძლო ჩაეხედა და თვითონ ადმინისტრაციას, მაგრამ აი ტრანსპარენტული არ იყო და ეხლა როდესაც ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ფაქტიურად იუსაიდის ბედი ჯერ გაურკვეველია, ნუ გამოიწვევს სოფლიოს რამდენიმე ასეულ ქვეყანაშია, მე მგონი წარმომადგენელი ყველგან დაიხურა წარმომადგენლობა, შეჩერებულია და მარკ რუბიოს დაევალა, რომ სახელმწიფო მდივანს რომ შეისწავლოს და შემდგომი დაუშვათ მიმართულება მის ის გახდება განკარგველი ამ კანონითაც იგი ის იყო, მაგრამ ეხლა უშუალოდ რუბიო ჩაერთვება და საოცარი რა არის ეცეთ. აი ეს დახმარებების ქსელი, ან როგორც მიდიოდა, ეს იყო შეფარული და ლატენტური, მიდიოდა დაუშვათ დანიშნულება იყო ერთი და მეორეს ხმარდებოდა. აი ეს არის ამაზეა ეხლა წინა გადაცემაში მე მგონი მე და ბატონი დავითი საუბრობდით. ღაზა სექტორში იყო გამოყოფილი 50 მილიონი პრეზერვატივების შესასყიდად, ხო? წარმოგიდგენია თქვენ. ეს ოფიციალურად გაწერილი იყო. რაღაც თეატრის სპექტაკლების იქ ლათინურ ამერიკაში პროექტების, აი აუარებელი. კუბაზე უნდათ ორჯერ გადატრიალება, ხო? ის ნედი იყო ჩართული. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ის სახელმწიფო გადატრიალების პირდაპირ კი არ იყო მითითებული. სხვა რაღაცები იყო მითითებული, დაუშვათ და იმის აი ეს თანხა მიდიოდა უკვე მიზან დანიშნულება, სხვა ქონა დანიშნულება. ხლა ეს ილონ მასკი მას გააკეთა განცხადება, თხოვა ყველას მთელ სოფლიოს მასშტაბით X პლატფორმაზე მომწერეთ აი იუსაიდთან დაკავშირებული ეს პრობლემები და რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. აი საქართველოში მოხდა ის რომ განცხადება ბატონო დავითო ახსენა პრემიერ-მინისტრის განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, თუ ეს ფული როგორ მიდიოდა, როგორ ნაწილი, რასაც ჩვენ ამას საუბრობდით. პირადად ჩვენი ტელევიზია, პირადად ჩვენი კოლეგები, ხა ჩვენ თავზე არ ვიღებთ უამრავი განცხადება ჩვენ გავაკეთეთ და საუბრობდით ზუსტად ამ თემებთან დაკავშირებით, რომ სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, სანამ აი ეს ყბადაღებული კანონი, რომ აიჩემეს აი რუსული კანონი, აი ზუსტად ამ კანონი აბსოლუტურად სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება იყო ხელისუფლების. აი ახლა რატომ არ გამოდიან და რატომ არ ამბობენ, რომ რუსული კანონი იყო, რასაც უფრო მეც აკეთებს ახლა ტრამპი, ვიდრე ამ ჩვენი კანონით არის გათვალისწინებული. ხო და დაუშვათ ახლა განცხადება, რომ ტრამპი რითიც მოკვდეს ეს ეგრეთ წოდებული ფარას კანონი ერთ-ერთზე გადმოვა და საქართველოს პარლამენტი ამ კანონსაც მიიღეს. აი მე რა იქნება სალაპარაკო, ხო? ხო, უბრალოდ აღარ დარჩებათ რა. აღარ რა თქმა უნდა, აი ხო ნახეთ რომ გამჭვირვალე გახდა ყველაფერი და როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა პრაგმატული ძალები და მათ განაცხადეს, რომ აქ საუბარი რაზეა, იცით? თქვენ არ გეგონოთ ახლა რომ ამერიკელებს რაღაცა მათი უპირველესი მოთხოვნილება არის, რომ ის არის გადამხდელი და ის ამბობს, რომ იცით მე რომ ამდენს ბეგრავ და ჩემი ფული სად მიდის და რატომ მიდის აქ?
აი ეკითხება ის ხელისუფლებას, რომ მე შენ ამდენს რო გაძლევ ფულს, რატომ მიდის ჩემი ფული იქ? აი არა დანიშნული სამებრ არ ემსახურება ამერიკის ინტერესებს. ზუსტად ამ მოდიფიკაციით მოახდინა დღეს ტრამპმა აი ამ კონფიგურაციის შეცვლა და ამიტომ მიდის ამისვლები ზუსტად აი ამ პოლიტიკური რეფრენი. ამერიკა უპირველეს ყოვლისა და არ დევს ამ USAID-ის პროექტს. თქვენ წარმოიდგინეთ 50 მილიარდიანი დაფინანსება ყოველწლიურად და სად მიდის ეს ფული ვერ სად რა გეგმებზე და რა პროექტებზე ეხარჯებოდა. აი ზუსტად ამაშია საუბარი. ხო და აი ამას მიხედა დღეს ტრამპის ხელისუფლებამ. ხვალდაზე რა იქნება ჩვენ ვერ გეტყვით ახლა პროგნოზირება ცოტა ისეთი უმადური თემაა, მაგრამ რეალურად რასაც ხედავთ ხო, ფაქტიურად გამჭვირვალე ხდება და საქართველოსთვისაც ჩვენი ქვეყანა რომელიც აი 2 წლის განმავლობაში ფაქტიურად აი ასეთი ყაზარმულ რეჟიმზე ვცხოვრობ, თუ პოლიტიკური ყაზარმულ რეჟიმს გულისხმობ და იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უკაცრავად რომ ეს არის რუსული კანონი და ჩვენ დემოკრატიულ პრინციპებს ვღალატობთ და გვინდა რომ ჩავერიოთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების საქმეში, ხომ ნათლად გამოჩნდა ბატონებო და ქალბატონებო თუ რას ემსახურება ეს დაფინანსება და ეს ყბადაღებული ეგრეთ წოდებული გრანტები. აი ამაზე იყო საუბარი და კიდე კარგი რომ ბატონ დავით რომ ტრამპმა დროზე მოგვისწრო ხელისუფლებამ ტრამპის ადმინისტრაციამ და მან რაც გააკეთა მართლა ისტორიული და რევოლუციური გარდატეხა არის აი ამ გრანტებთან მიმართებაში. კი ბატონო, ჯერ კიდე მაინც უნდა ვივარაუდოთ რომ ასე მალე ყოველ შემთხვევაში გამოჩნდება უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმართებით უშუალოდ რა პოზიციას დაიჭერს ტრამპის ადმინისტრაცია. ახლა ეს ოპოზიციონერები კი ამბობენ რომ არა ეს არ მოხდება მიუხედავად ყველაფრისა იქ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არ იმოქმედებს, აქ გულისხმობენ იმას, რომ საგარეო პოლიტიკა ზოგადად ერთიანი ქონდა შტატებს ერთი მიმართულებით. და იქ ახლა ლაპარაკობენ იმაზე, რომ აი კომუნისტურ ჩინეთთან გაფორმდა ხელშეკრულება ანაკლიის სპორტის მართვაზე, იქ რუსეთიდან იმართება ბიძინა ივანიშვილი, ასეთი ტიპის განცხადებები ხშირად ისმის. და როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ ბატონო მამუკა რომ ტრამპი აქ ისეთ განცხადებებს გააკეთებს და სააკაშვილის არ იყოს არიქა ფლოტი მოდისო ამერიკის ფლოტი დასახმარებლად თუ ასეთ რამეს იზამს აქ ეს ხო გამორიცხულია აბსოლუტურად. მე ერთი მინდა გითხრათ რომ რაც შეეხება ტრამპის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს კერძოდ ამ რეგიონის ჩვენი კავკასიის მიმართ და გნებავ საქართველოს მიმართ მე ცოტა პესიმისტურად ვარ განწყობილი, არ ვიცი ახლა ეს ჩემი განწყობა ეს პირადად ჩემი სუბიექტური აზრია და ვისაც უნდა ისე მიიღოს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ტრამპის არ არის და ტრამპის ადმინისტრაცია არ იქნება საქართველოზე ორიენტირებული და კავკასიაზე ამ რეგიონს ის დატოვებს ანუ გავლენის სფერო ალბათ, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი შეხვდება, იქ მოხდება უკვე გადანაწილება ყველაფრისა და ეს მთავარი მომენტი იქნება და დაუშვათ კავკასიის თემა. და ეხლა მე რატომ მაქვს იცით ამის აი საიდან მომდის ეს იდეა, ეს აზრი რომ აი ჩვენ ვამბობთ რომ აი ჩინეთთან დაკავშირებით და აი ტრამპს აქვს მტრად შერაცხა და რაღაცა მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო ძალიან საინტერესო მომენტი პირველი არჩევნები ტრამპის 2016 წელს როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში. გახსოვთ რა ლოზუნგით მოვიდა ლუკასოვი ირანი, ჩრდილოეთ კორეა მტრად გამოაცხადა, პირველი რაც იქნება ამა ჩრდილოეთ კორეას მიუხედავ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც კი ტრამპი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ბოდიში სირბილი ჩავიდა და კემჩენირ შეხვდა და მეგობარი და ზმაკაცი ეძახა. თქვენ რატომ გვავიწყდება ის რომ აგერ ილონ მასკის ძალიან საინტერესო განცხადება ირანთან დაკავშირებით რომ ილონ მასკიმ გააკეთა განცხადება ირანი საინტერესო ქვეყანაა თავისი წაღისეული სიმდიდრით ბუნებრივი და ასე შემდეგ და ასე შეიძლება მასთან დალაპარაკება გვავიწყდება ის ფაქტიც რომ არ ყოფილა ამერიკის
პრეზიდენტის ინაუგურაციის ისტორიაში ეს ფაქტი, რომ სახელმწიფოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები დაეპატიჟებინოთ და ვინ დაპატიჟა უკაცრავად და დონალდ ტრამპმა თავის ინაუგურაციას სი ძინპინი დაპატიჟა, ჩემო კარგებო, ჩინეთის პრემიერ, სახელმწიფოს მეთაური და ის ვერ ჩამოვიდა და მისი მოადგილე ჩავიდა და მასთან ერთად ორი იყო დაპატიჟებული მელონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, არგენტინის პრეზიდენტი და სხვა არავინ, ხო? ეს რაზე მიუთითებს? ჯერ კაცი შვილმა არის ის დამოკიდებულება და განწყობა, როგორი იქნება ჩინეთის მიმართ. ტრამპი ახლა გადაერთო აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთში, მისი საკმაოდ საინტერესო შეხვედრა ბიბი ნეთანიაჰუსთან ისრაელის როგორ მიიღეს, დიახ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალით არის დამნაშავე ცნობილი და მასზე ორდერია გამოწერილი გენოციდში ადანაშაულება. გენოციდში, კი ბატონო. მას და მის თავდაცვის მინისტრს, როგორი ტრამპმა განაცხადა, რომ ეს აბსურდია და ნეთანიაჰუ რჩება, როგორც ჩვეულებრივად პრემიერ-მინისტრი, რა დონეზე მიიღო და მისი საკმაოდ სენსაციური განცხადება ღაზას სექტორთან დაკავშირებით. აი, არ ვაქცევთ ამ ასეთ რაღაცებს ყურადღებას და მე ვამბობთ, იცი, ეს მოხდა რა. აი, ეს შეიძლება სადღაც ის ცნობილი რეფრენი რო არის, რომ დეტალებში არის ეშმაკიო, ხო? ხო, აი შეიძლება ტრამპის განცხადება იყო საკმაოდ ღაზას სექტორთან დაკავშირებით. მან განაცხადა ასეთი ხა სიტყვა სტენოგრაფიულად სიზუსტით ვერ გეტყვით, მაგრამ შინაარსობრივად გადმოგცემთ, რომ მან განაცხადა, რომ ღაზას სექტორი უნდა დაიცალოს არაბებისგან მიმართ არაბების გაერთიანებას რომ გადაინაწილეთ მეზობელ ქვეყნებს რომ გადაინაწილეთ იქ მაცხოვრებლები ეს ტერიტორია უნდა განთავისუფლდეს ეს ტერიტორია იქნება ისრაელის ტერიტორია და აღმოსავლეთის რივიერის გაკეთებას აპირებს უმოკლეს დროში კი ხო მოკლე დროში დააკვირდით რა ხდება ფაქტიურად ის რაც 70 წლის განმავლობაში მიდის პერმანენტული ომი ისრაელსა და ღაზას და პალესტინას შორის ფაქტიურად ერთი დატყვით მორჩება და ის სექტორი, სადაც ისტორიულად არაბები ცხოვრობდნენ, ის უკვე შთანთქავს ისრაელს. ხო, რა თქმა უნდა და უკვე ერთიანი ისრაელის, რა თქმა უნდა, ეხლა ისრაელი არ აღიარებდა პალესტინის ავტონომიის დამოუკიდებლობას, მაგრამ ფაქტიურად იქ პალესტინის ადმინისტრაცია მართავდა, ღაზას სექტორს მართავდა ჰამასი, პოლიტიკური გაერთიანება და მეორე ნაწილს მაჰმუდ აბასის ფათხი, ანუ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია. მდინარე იორდანის აღმოსავლეთ და ეგ სტრატეგიული მომენტიც ახლა ებრაელი სამხედროების ძალიან ჭკვიანები არიან იმ თვალსაზრისით რომ თქვენ ფათხი ახსენეთ რომელიც პალესტინის ადმინისტრაცია ისრაელის მაჰმუდ აბასის აღმოსავლეთის მხარის და იასერ არაფატის წარმომადგენლობა გაგზავნილია სამხრეთ დასავლეთით ღაზა ფაქტობრივად ცენტრალური ისრაელის ანუ ცენტრი თვითონ ექცევა ორ მტრულ ბანაკს შორის და ერთი ბანაკი უკვე სუფთა ტექნიკური ნაბიჯი იყო. უნდათ ამიტომ ჯერხუპირისაგან მიწის აღგავეს. ნუ ნახევარი ღაზა მაინც მის ჩრდილოეთი მხარე და ახლა მთელი ამ დევნილების გადანაწილება უნდა თან ეგვიპტეში, მაგრამ აქ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ღაზაში მცხოვრები არაბები და იქვე ნუ მომიჯნავე ეგვიპტელები როგორც მეზობლები ისე არიან. არა აქვთ მათ უფრო რაღაც ისეთი მჭიდრო კავშირები, შეიძლება რელიგიურ დონეზე კი, მაგრამ ასე მარტივადაც არ არის. და ამაზე ასევე აქვთ ისტერიკა ევროპაში. პირდაპირ ამბობენ რომ ეს გაეროს რეზოლუციებით 48 წლის შემდეგ ისრაელის შექმნის თანავე როგორც გადაწყდა რომ უნდა შეიქმნას ასევე პალესტინის სახელმწიფო. ხო, ნუ ადმინისტრაცია კი აქვთ, მაგრამ ცნობილია რამდენიმე ქვეყნის მიერ, მაგრამ საბოლოო ჯამში არ არის როგორც ცალკე სახელმწიფო ცნობილი, მაგრამ უნდა შეიქმნასო. და აი ასეთი მდგომარეობა ახლა ამ წუთში ტრამპის პოლიტიკა აი არჩევნებში ტრამპს მხარს უჭერდა საკმაოდ ბევრი და საკმაოდ ძლიერი ლობი ამერიკაში ისეთ ებრაული და რატომ იცით რომ პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპმა გადადგა კვლავ და კვლავ უპრეცედენტო ნაბიჯი, როდესაც მან იერუსალიმი
იერუსალიმი გამოაცხადა. გამოაცხადა აღიარა დედაქალაქად და საელჩო გადაიტანა და ეს ებრაელებმა და თვითონ ამ დიასპორამ და თვითონებმა დაუფასეს, იმიტომ რომ გაეროს რეზოლუციით იერუსალიმი არ შეიძლება ყოფილიყო რომელიმე ქალაქი, ის არის იუდეველების, ქრისტიანების და მუსულმანების წმინდა ქალაქი და ფაქტიურად გაეროს ეგიდით უნდა ყოფილიყო. ნუ ებრაელებს ქონათ პრეტენზია რომ იერუსალიმი მათი დედაქალაქია და ქალაქი, მაგრამ არაფორმალურად ასე თუნდაც ფორმალურად იყო თელ-ავივი დედაქალაქი, მაგრამ ფაქტიურად იერუსალიმი უნდათ, იმიტომ რომ იქ ანკლავია მუსულმანების, ქრისტიანების და ასე შემდეგ ტრამპმა გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი გარისკა და ვერც ერთმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვერ გარისკა, ტრამპმა გადაიტანა საელჩო და აღიარა იერუსალიმი დედაქალაქად ისრაელის. ნუ მოკლედ აი ეს მომენტებია. ეხლა მე მინდა კიდე სანამ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ დავამთავრებთ აი ამ ნაწილს საუბარს, მე მინდა კიდევ ერთი აი ჩემი აზრი ვთქვა, თუ იმ თემასთან დაკავშირებით ტრამპის და ამერიკის ადმინისტრაციის ინტერესი რო იყო საქართველოში, ჩვენ რაღაცა უნდა შევთავაზოთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ისეთი სეგმენტი, რითიც ის დაინტერესდება, ხო? აი დაუშვათ, რითი უნდა დაინტერესდეს დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ანაკლიის სპორტი და აი ეს რეგიონალური დაუშვათ კონფიგურაცია საქართველოში, რაც ჩვენ გვაწყობს. რამდენიმე მოდიფიკაციით შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ საქართველოს შესთავაზოს თავისთავად როგორც პარტნიორად, სტრატეგიულ პარტნიორად ამერიკის შეერთებულ შტატებს. პირველი ეს შეიძლება იყოს როგორც საქართველოს გადაიქცეს მისთვის გამტარა და ენერგეტიკულ ჰაბად, ანუ შუა აზიიდან და აზერბაიჯანიდან პლაცდარმი საქართველოში გაკეთება და ალტერნატივა ჩრდილოეთი სამხრეთის იმ მაგისტრალის, ანუ რომელიც გააკეთა რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი და ინდოეთი, აი ამის საპირწონედ გაკეთება. მეორე ის რომ საქართველოს შეიძლება შესთავაზოს შავ ზღვაზე შესulis უფლე ამერიკას და დომინაცია შავ ზღვაზე შევიწროება რუსეთის, ანუ შავ ზღვის ქვეყნები არის ნატოს ქვეყნები, ეს არის თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი. მაგრამ თურქეთის გარეშე ეს არ გამოვა. და ზუსტად მაგას ვამბობ, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები და მესამე ჩინეთის ეკონომიკის წინააღმდეგ. აი ეს სამი მოდელი ვარიანტი შეიძლება შესთავაზოს ამერიკის შეერთებული შტატები და ეს სამივე მოდელი რითიც შეიძლება ჩვენ ამერიკას ინტერესი გამოხატოს, საწინააღმდეგოა უკვე უპირისპირდება აშკარად რუსეთს და მისი პარტნიორების პროგრამას, ან გნებავთ ჩინეთის ერთი სარტყელი, ერთი გზა, ხო? ის პროექტი. სხვა შორის ჩრდილოეთის პროექტი ჩინეთს უფრო იაფიჯდება, უფრო მისთვის მისაღები შეიძლება იყოს, ვიდრე ეს ჩვენი შუა პროექტი, შუა დერეფანი საქართველოს. მაგიტომაც იყო ალბათ შეხვედრა დღეს ტოკაევს შეხვდა გეიბატონო ტოკაევს ხობახიძე. აი ზუსტად ეს მომენტები შეიძლება იყოს, რითიც შეიძლება დაინტერესდეს ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს და კერძოდ კავკასიის რეგიონით. აი დამიჯერეთ რა ყველა მისი განცხადებები და არა მარტო მისი კამარილის, მისი გუნდის, ხომ საერთოდ აბსოლუტურად ახლოსაც არ არის ჩვენს რეგიონთან. აი და მისი დამოკიდებულება. ისედაც ბევრი ფრონტი გახსნა ერთბაშად. ისედაც მან ხო დააკვირდით, მართლა აი ბატონ დავით ვეთანხმები, რამდენი ფრონტი გახსნა, ხო? თქვენ რა გონიათ ახლა იმ ღაზა სექტორში ეს მთელი არაბული სამყაროს წინააღმდეგ მიდის. ეს მარტო განცხადება კი არ არის. თუ ის პროექტი მართლა განახორციელა, რა თქვია, იქიდან 2 მილიონზე მეტი არაბების გასახლება, თქვენ წარმოიდგინეთ ეს რამხელა პროცესი იქნება და რამხელა დაპირისპირება. ეს უკმაყოფილებასაც გამოიწვევს. რა თქმა უნდა, არა, იმიტომ ევროპელები ამაზე პედალირებენ. რომ ეს გამოიწვევს ძალიან დიდ აუზაურს. იმიტომ ბატონ დავით რომ დღესაც ცნობილია რომ იმ ქვეყნებმა ყველამ კატეგორიული უარი განაცხადეს ამ არაბების მიღებაზე და ეს შეიძლება ეს არაბები წამოვიდნენ და ევროპაში წამოვიდნენ. ხო ხედავთ ევროპაში. ერთი ამბავია მაგაზე. განსაკუთრებით გერმანელებსაა პატეხილი, აი სანამ ჩვენ შემოვიდოდით სტუდიაში, ხლა ვფიქრობდი მე თქვა ეთერში თუ არა Deutsche Welle უდევს კარიკატურა ტრამპზე. იქ ტრამპი ძალიან მიუღებელია, იგრძნობა თვითონ მასალებიდან. თავად ახლა Deutsche Welle უფრო ესეთი კუთხია, გლობალისტური მედიის ნაწილია. აი კარიკატურა იყო, სადაც ტრამპი დგას, სუფთ აი კუციას რო ქონდა ნიანგში. ადრე, ხო? და ასე, ისაქმებს, ასე ვთქვათ, და ეს
შეხებები უკან უბრუნდება. ანუ ეს არის მეტაფორა, იმიტომ რომ Deutsche Welle გამოხატავს დაუშვათ ქრისტიან ხადეესის და უფრო საპირისპირო პარტიების პოზიციებს. ყველამ კარგად იცის ტრამპის და ილონ მასკის დამოკიდებულება, რომ ეხლა არჩევნებში ბუნდესტაგის აშკარად პირდაპირ მხარს უჭერენ ალტერნატივა გერმანიისთვის პარტიას, ულტრამემარჯვენე პარტიას, ასე რომ აი ეს Deutsche Welle-ს გამოხტომას ამას ემსახურება. მე ერთი რაღაცა მინდა ბატონ დავით თქვა, რომ აბსოლუტურად დღევანდელი მოცემულობა რაც არის დღეს არის არაპროგნოზირებადი. ტრამპი არის არაპროგნოზირებადი. კაციშვილმა არ იცის ხვალდაზე გრას გააკეთებს, იმიტომ რომ მან ფაქტიურად პოლიტიკა ბიზნესში გადააქცია, ანუ ბიზნესის კუთხით უყურებს. აი იგივე გრენლანდიასთან დამოკიდებულება, იგივე პანამის, იგივე უკრაინასთან განცხადება. პანამასთან უკვე მიაღწიეს, რომ ბაშს არ გადაიხდიან სახელმწიფო გემები, ანუ იგივე მექსიკასთან, იგივე უკრაინასთან მისი მოთხოვნა რომ წვდომა კონდეს მაგ იმ წიაღისეულებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ იმანენტურად ხო, აი ურთიერთობებში ბიზნესის კოდიდებს, ანუ ტრამპი მაინც პოლიტიკას ბიზნესის კუთხით უყურებს. შედეგები აქვს. რა თქმა უნდა აქვს შედეგები, ზუსტად მაგის თქმა მინდა. ანუ ბიზნესის კუთხით მიდის. ილონ მასკიც მისი მარჯვენა ხელი ხო დაინტერესება, ესეც ყველაზე მდიდარი ბიზნესმენია, ისეთ დღეს მსოფლიოში 400 მილიარდის ქონების პატრონი და აი მისი განცხადებები ირანთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო მოვლენების მოწმენი ვიქნებით სულ რამდენიმე აი ამ თვეების განმავლობაში და ამიტომ ჩვენი პოზიცია, ჩვენი პოლიტიკა ქართული დღევანდელი სახელმწიფოში, ქართული დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების დიდწილად იქნება დამოკიდებული როგორ აისახება ჩვენი როგორ შევძლებ ჩვენ აი ამ აუყვეთ აი ამ პოლიტიკურ თამაშში ჩვენი სახე არ უნდა დავკაროთ ძალიან ძნელი ძალიან ძიმების მოგველი იცით იმიტომ რომ გარკვეული ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენი მდგომარეობა და პლუს ამას უნდა შევეთამაშოთ ამ დიდ მოთამაშეებს ხო გიგანტურ მოთამაშეებს რომელიც ჩვენ პაიკები ვართ ხო ბჟეჟინსკის ტერმინის არ იყოს დიდ საჭადრაკო დაფაზე ვართ პაიკები და ამიტომ საკმაოდ პრაგმატული ფორსირებული პოლიტიკა გვინდა საგარეო პოლიტიკა ვაწარმოო და აი ვნახოთ ყველაფერი იქნება დამოკიდებული ტრამპი პუტინის შეხვედრაზე და შემდგომ უკვე ნათად გამოჩნდება ის პერსპექტივები რას პერსპექტივები ჩვენს ქვეყანას ექნება ხო ტრამპი პუტინის შეხვედრა მართლაც საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით რომ ზელენსკი ახლა მაქსიმალურად ცდილობს ისე პოზიციონირებს რომ მასაც მოეკითხება ანუ აზრი ხას უსვამს რომ აუცილებლად უნდა ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში და მის გარეშე არაფერი არ გამოვა მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციაც და პუტინის ადმინისტრაციაც ისეთ განცხადებებს აკეთებენ პესკოვმა თქვა რომ უკვე გვაქვს უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებები მის გარეშე კი ამერიკელებიც ამბობენ რომ კარგად მიდის აქ საქმე და ამის გამო ძალიან ისეთი ტონი აქვს უკვე ამ ზელენსკის არ მოწონს აშკარად. და იმიტომაც იყო ბატონ დავით რომ წარმომადგენელმა კელოგმა ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში განაცხადა რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები და უნდა ჩატარდეს ნუ რა 2025 წელს ეს იმის ნიშანია რომ რა თქმა უნდა მოლაპარაკებინა ჩამოცილდება ზელენსკი და სულ სხვა მთავრობას და სულ სხვა პოლიტიკური დღესასრიგი იქნება უკრაინაში. ეს იმის ნიშანია, რომ ფაქტიურად უკრაინის პრობლემა გადაწყვეტისკენ მიდის. ამიტომ ამას გრძნობენ და პირველ რიგში ამას თავად უკრაინის ხელისუფლება კი არ გრძნობს, ევროპელები გრძნობენ. და ეს გამოძახილი სწორედ ის გახლავთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ მირაჟები უნდა გადასცენ ფრანგებმა. წარმოგიდგენიათ ხო რა მდგომარეობაშია მაკრონი? ეს მაკრონი ისტერიულ მდგომარეობაში არიან. ნუ ეს უბრალოდ არ ჩანს ახლა ჩვენ ხსნით ამ კარტებს ელემენტარულად ახლა ტელემაყურებელს არ ესმის რა შეიძლება ხდებოდეს კულუარებში, პოლიტიკურ კულუარებში, მაგრამ ამ ყველაფერს იძლევა ამის საშუალებას ანალიზი, ლოგიკური. ის მოქმედებები კი შოლცის მერე მისი დრო დადგება და მერკელმაც კი ამოიღო ხმა გააქტიურდა მერკელი რომელიც პრინციპში პენსიაზეა და ახლა აცხადებს რომ რუსეთმა არ უნდა მოიგოსო ამით ისე იგი ფლანგურ მხარდაჭერას
უკეთებს იმ გლობალისტურ ლიბერალურ ძალებს, რომლებიც იბრძვიან ახლა არჩევნებში გამარჯვებისთვის გერმანიაში. ზნობენ ახლა გერმანიის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რომ სერიოზული ძალა მოდის, ეს ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელსაც შეუძლია ფაქტიურად არჩევნების მოგება უბრალოდ მას გაუჭირდება თვითონ ბუნდესტაგში კოალიციის შექმნა, იმიტომ რომ მისი მოკავშირე იდეური არის ერთადერთი პარტია სარა ვაგენკნახტის პარტია, რომელიც საბოლოო ვარიანტებში ორივე ეს ერთად დაახლოებით 30%-მდე აგროვებს, მაგრამ მეორე მხარე ქრისტიან-დემოკრატები, სოციალ-დემოკრატები და მწვანე გაერთიანება შეიძლება უფრო მეტ. აი ეს მერცის პარტია, აი დაუშვათ ორი რეალური კანდიდატურა. მერციც შეაჯანჯღარეს ახლა ძალიან, იმიტომ რომ შენ უღალატე შენს ნათქვამ სიტყვას, რომ რუსეთთან დაკავშირებით ქონდა მას და ულტრამემარჯვენეებთან კოალიციაზეც დაიწყე ლაპარაკი. რაც არ უნდა გექნაო. აი ეს მომენტია გასათვალისწინებელი, თვითონ ალისა ვაიდელის პროგრამა არის პირველ რიგში შეწყვეტა უკრაინის ყოველგვარი დახმარების, მეორე რუსეთის ყოველნაირი სანქციების მოხსნა, ყველანაირი და რუსეთთან მოკლედ იმ ჩრდილოეთის ნაკადის გაგრძელება, აღდგენა და მოკლედ აბსოლუტურად და რეალური მხარდამჭერი მისი გახლავთ დონალდ ტრამპი და მისი მეგობარს ასე ამბობს ილონ მასკი, რომელსაც სერიოზული მხარდაჭერა აქვს და მას აქვს გადაწყვეტილი არჩევნების დროსაც ჩავიდეს თვითონ გერმანიაში, ნახოთ აი ახლა 23 თებერვალს არის ბუნდესტაგის რეგარეში არჩევნები. აი ეს მოცემულობაა დღეს ევროპაში და იქაც დარწმუნებული ვარ, რომ ახალი კონფიგურაცია წამოვა. ამიტომ ძალიან საინტერესო მოვლენები გველის ბატონო დავით წინ. ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვამბობ საქართველოსთვის, თავარია რომ შიგნით გავუმაგრდეთ, შიგნით მოხდეს ფაქტიურად მოხდა უკვე ნელ-ნელა სახელმწიფო თავის აღეს ღებულობს. აი გუშინ ძალიან საინტერესო მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რომ საინტერესო მოვლენების მოწვენი ვართ, განთავისუფლდა პარლამენტი 59 ეგრეთ წოდებული ოპოზიციური დეპუტატებისგან, ანუ დაიწია საკონსტიტუციო კონსტიტუციური ცვლილებების კვოტამ 76-ზე დავიდა, ხო? 101 დეპუტატი დარჩა, ასე რომ რეალურად უკვე ქართულ ოცნებას აქვს იმის საშუალება, რომ მან მოახდინოს კონსტიტუციური ცვლილებები ქვეყანაში, ის რაც ჩვენ კონსტიტუციური ცვლილებები და ის რაც შეპირდა ქართული ოცნება მოსახლეობას, რომ მან ეს განახორციელოს, მას უკვე ეს ხელეწიფება. მას უკვე აქვს. ასე რომ იმის თქმა, რომ მას არ შეუძლია და ხმები არ შეუძლია დააგროვოს, არ არის გამორიცხულია. უკვე ქართულ ოცნებას ეს შეუძლია. და ამიტომ მე მგონი უკვე აი კანონების გადაცემის დასაწყისში ბატონმა დავითო ჩამოთვალა, რაც უკვე კეთდება და ძალიან საინტერესო და კარგი რაღაცები კეთდება, თუ ასე გააგრძელა და მიხედა იმ რა კურსიც აღებული აქვს, ხო, რეალურად შეიძლება უკვე რომ სახელმწიფო მართლა სერიოზული ძურები მოხდეს და მართლა დავემსგავსოთ ქვეყანას. ისეთ უკვე არ შეიძლება. აი უკვე აი აღარანაირი ხალისი არ არის. დაღლაც უკვე მე სხვა სიტყვაა, იცი, დაღლაც არ შეესაბამება იმას დღესაც საქართველოში ხდება. აი ამდენი ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის, ასეთი აბუჩად თვითონ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულება, ხო? აი ქვეყნის და ვითომ აი რაღაც გარკვეულ კასტას აქვს იმის უფლება, რომ მან ატაროს რაც უნდა აკეთოს ქვეყანაში და მას ხელშეუხებლობის ის აქვს რაღაც მითიური, ხო? ეს მე აი მინდა ხელოვნების მუშაკებზე და ეს სახეობების გარკვეულ წრეზე ვინ არიან და რას ერთი ქვეყნისთვის რა გაუკეთებიათ, მაგრამ ნუ ეს ყველას თავის საქმეა, მაგრამ ვის რა უფლება აქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის არ აქვს უფლება დაუპირისპირდეს კანონს და სახელმწიფოს და სახელმწიფო გამორიცხულია სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაპირისპირება. ის რაც დღეს ხდება ხალხო და საშინელი აი დააკვირდით რა ხდება, აი კიდევ ერთხელ მე არაერთხელ მithქვამს და ძალიან გულისწყივილით ვამბობ ამას. გულისწყივილით რაც განათლების სისტემაში ხდება და რაც აი სკოლებში და დამოკიდებულება უამრავი პედაგოგები არ ვიცი სოციალურ ქსელებში თქვენ ნახავთ რა დღეში არიან და როგორ იქცევენ მათი გაზრდილი მათი მოწაფეები რა შეიძლება იყოს როგორ შეიძლება გამოვიდეს და იყოს და უფრო და ეს აი წამლავენ ბავშვებს რა თქმა უნდა წამლავენ ხალხო და აი მე მოწოდებები კაცო ეხლა 2 თებერვალს იცი თქვენ რომ ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები იყო რომ
რომ გზების გადაკეტვა და რაღაცეები და თვითონ ის მიმაში იყო მე მაქვს ინფორმაცია ძალიან გული მწყდება მაგრამ მე უნდა ვთქვა ესა რომ აი მაგალითად არის ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონი საბალეტო სკოლა რომლის ბალეტის მასწავლებლებმა პირდაპირ მშობლებს 4, 5, 6 წლის ბავშვებს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ რომ პროტესტი განაცხადეს და არ მოგაგიგიათ კაცო საბალეტო სკოლაში 5 წლის ბავშვს ეუბნები მშობელს ეუბნები რომ შენ პროტესტი განაცხადე და უნდა გაიფიცო წარმოგიდგენია და თან კოლოსალურ თანხებს ახტევინებენ ეს არ არის ეს მე გეუბნებით რეალური ინფორმაციას რომელიც ჩემი ოჯახისეულის ეს ვიღაცის ხვისგან არ ამაქვს და უამრავი ასეთი იყო რომ აი ესეთ რაღაცებს აკეთებენ აი ეს რომელ ნარატივში ჯდება ამის ხო არა ამ ესეც ძალიან პირობითია ბატონო მამუკა ამათი ხელოვანები როგორც ასე მოიხსენია ხო ნახე აი იმ დოიაშვილის თუ არ ვიცი გამოვიდნენ ეს ჯგუფი და ამ ფეხით უბაკუნებდნენ საღამოს რაღაც აქციას აწყობდნენ გამახსენდა ზუსტად ბაია პატარაიას ქალები რო გამოვიდნენ ფილარმონიასთან და ფეხებს რო აბაკუნებდნენ რაღაცას რო აი ეს როკო რატომ მოწონთ საერთოდ ამ ყველას ამ ლიბერალებს ეს არის ამ ცნობი ფენომენი ჩემთვის. არა, თან რა არის იცით? სახელმწიფოსგან ყველაფერს ითხოვენ. სახელმწიფო აფინანსებს. ახალი თეატრი გაუკეთეს, გაურემონტეს. იქ შესანიშნავი რკინძელთა სახლი იყო, მთელი ჩემი ბავშვობა იქამა გატარებული, ხო? გამოაგდეს, დაშალეს, ამათ მისეს ახალი თეატრი გაუკეთეს. ბიუჯეტზე დასვას, ხელფასებს, პრემიებს არაფერს არ აკლებენ. ხო და გამოდის დღეს და უპირისპირდება სახელმწიფოს. გამიგეთ? აი ეს არის ნონსენსი. აი ეს არ ჯდება არც ერთ მოსემულობაში, თორე კი ბატონო, პროტესტის ნებისმიერი ფორმა გაქვს, შენ გამოხატვა, გააქვს უფლება კონსტიტუციურად, მაგრამ გამოხატე ისე რომ სხვას შენ როგორც პედაგოგს არ აქვს მაგის უფლება. როგორ შეიძლება ლექტორი შევიდეს ლექციაზე და სტუდენტს მოუწოდოს გაფიცვისაკენ. მას არ აქვს ამის უფლება. სტუდენტი, ლექტორი უნდა იყოს აპოლიტიკური. კი ბატონო ლექციების მერე რაც უნდა ის გააკეთოს მაგრამ ლექციაზე სტუდენტთან ის აპოლიტიკური უნდა იყოს არ შეიძლება ამის გაკეთება და ქვეყნის დესტრუქციისკენ მოწოდება იმიტომ არის რომ აი განათლების სისტემაში რო ვსაუბრობთ აი ასეთი მოცემული უციგნური თაობა რომ მოდის და მოვიდა დღეს და საერთოდ ციგნი დეფიციტი ციგნის ხსენება არ არის განათლების სისტემაში აუცილებლად ჩასატარებელია გნება სკოლებში დირექტორების პედაგოგების უნდა გაიწმინდოს და უმაღლეს სასწავლებლებში რა თქმა უნდა ეს კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს მათი გაწმენდა და ის ხალხი ვინც ასე არის კი ბატონო იდგნენ ქუჩაში ვისი რაც თავიანთი არჩევანია კი ბატონო იდგნენ მაგრამ ამას შეეშვა კარგია ხო აქ ხელფასები აიღო თბილად იყო გამოხვიდე და შემდეგ წამოიყვანო სტუდენტები და იდგო საღამოს როგორც სამსახური ისე მიდია რუსთაველის პროსპექტი დაგვოკარგედებს თბილისელებს ნახეთ რა ხდება რუსთაველის პროსპექტზე ძალიან დიდი კონტრასტია ხო მე კარგად მახსოვს რა იყო და როგორ იყო სირცხული არა და ახლა ხდება საშინელება შედარება არ შეიძლება იმისა რაც იყო თუნდაც 80-იანი წლების ბოლოს რა თქმა უნდა ამიტომ ქალაქი არის ყველასი და ჩვენი თბილისელების და ქალაქელების ვინც ვართ რა და ამიტომ მომენტია ისეთი ისი ხანდახან ვფიქრობ ბაცო 1,20,000 თუ 100,000 ვართ ვინც ხმა მივეცი და ვინც ხარ დაუჭირეთ ქართულ ოცნებას კი არა დაუჭირეთ რეალობას, დაუჭირეთ მშვიდობას, დაუჭირეთ პროგრესს, დაუჭირეთ ერთიანობას, დაუჭირეთ ტრადიციონალიზმს, კონსერვატიზმს და დაუჭირეთ ჩვენს ქართულ მენტალობას დაუჭირეთ და იდენტობას მხარე. აი ეს ამაში მივეცით ჩვენ ხმა და ეს გვინდა ჩვენ რო იყოს და არა ვიღაცა უმცირესობა რომელიც გამოდის იქ და 24 საათის განმავლობაში ილანძღებიან და არანაირი ის არა აქვს საფუძველი ამისა ხო და ეს არის სახელმწიფო წინააღმდეგ მიმართული ეს არის გეუბნებით ეს არის ტერორისტული ანუ იდეოლოგიურად ტერორისტული პერმანენტული ტერორისტული აქტი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამიტომ ძალიან კარგია მივესალმები ქართული ოცნების დასაწყის უკვე რამ კანონების გამკაცრებას იგივე ძალიან მომეწონა ნარკო დანაშაულზე კანონების გამკაცრება ძალიან კარგია და ესე უნდა მიყოს თუ რეალურად თავმოყარე და თუ სახელმწიფო ეს უნდა გააკეთო დავით
აბა სხვა რა არის სახელმწიფოს მოცემულობა მეტი სხვა რა არის შეიძლება რომ დილიდან საღამომდე დღეს ამდენი საქმე ამდენი სიტუაცია აგერ სოფლიოში სამეზობლოში რა ხდება და დილიდან საღამომდე ხელისუფლება იმას უნდა ფიქრობდეს რომ რა ხდება თბილისში და იქ ეხლა დმანისში ჩაატარეს ნახეთი და იქ საქართველოს და გამოსვლები და დაპირისპირება და ესე იგი პოლიცია არაფერი არის შეგიძლია აგინო ურტყა ესროლო არაფერი შენ შეგიძლია მაგრამ თუ პოლიცია ადეკვატურ და სამართლებრივად გამართულ ქმედებას აკეთებს მაშინ თურმე პოლიცია დამნაშავეა და მოზალადეა აი ეს სამართლებრივი ნონსენსი სამართლებრივი ნიჰილიზმია ამ ქვეყანაში გამორიცხულია რა გამორიცხული ერთადერთი არის კანონი და კანონს არანაირი სხვა შემადგენლობა არ აქვს ბატონო დავით კანონი არის ერთი და ხელშეუხლებელი კანონი არასდროს არ შეიძლება იყოს შურიძეების იარაღი კანონი როდის თუ გამოიყენე ეს უკვე უკანონობა ამას აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი ვითომ კანონის ზალი და ნახევარი საქართველოს ციხეში ჩასვა და დახოცა ხო კი და რადგან ახსენეთ ბატონო მამუკა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით თქვენი აზრია საინტერესო ეხლა აქ headline-ში მაგალითად გივი მიქანაძე ამბობს ასეთ რამეს რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა მთელი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ერთხელ და სამუდამოდ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს ზუსტად აბსოლუტურად ვეთანხმები პოლიტიკაში ჩახედულმა ადამიანებმა და საქართველოში ბევრი ყავს ასეთი, მართალია ყველა უფრო აჟიტირების დონეზე უფრო აქვს ეს პოლიტიკის ცოდნა, ვიდრე თქვა რა ხდება კულუარებში, მაგრამ დიდმა ნაწილმა პრინციპში იცის რაც მოხდა. თუნდაც 2008 წელს და მანამდე როგორ იყო თლიანად ეს ვერტიკალი აგებული ამ მმართველის დროს სააკაშვილი იგულისხმება. მაგრამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს რო ამბობს ეს ადამიანი ეს მიქანაძე თქვენ როგორ გონიათ როგორ გაეცემა ამას პასუხი ანუ გაიშიფრება მთელი სქემა როგორ ხდებოდა თუნდაც ეს დანიელ ფრიდის და ბუშის ადმინისტრაციის მაშინდელი ინსტრუქციები როგორ მოდიოდა როგორ ამზადებდნენ აი ერთ-ერთი გეოსტრატეგიული სარტყელის გადაწევას თქვა თურქეთის საზღვრიდან უფრო ზემოთ საქართველოს აი თუ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვეძახით ახლა ჩვენო აფხაზეთს და ცხინვალს და სააკაშვილი თანახმა იყო თუნდაც აფხაზეთი დაეთმო მაშინ მაგრამ აი ცხინვალი ისე აიღო მოელოდა რომ იქ ჩაიკეტებოდა უფრო ჩაირაზებოდა აფხაზეთის მიმართულება უფრო ისეთი მტკიცე ზღუდე აიგებოდა იქ მაგრამ ეს კონდა ავანტურა გეგმაში და თქვენ როგორ ფიქრობთ მარტო მისი სიზმარი იყო ეს რომ არიქა ეს უნდა უქნა გავრისკო მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა ახლა რაც შეეხება კომისიას ეს აბსოლუტურად მივეთანხმები ეს ადრეს უნდა გაკეთებულიყო ნუ უკვე აზრი არ აქვს ამაზე ჩვენ საუბრობდით აი ამ კოჰაბიტაციის დამღუპელმა პოლიტიკამ რადოზეც მიგვიყვანა ფაქტია ესეც ხო ინსტრუქცია იყო ანგლოსაქსების ის ქალი რო იყო თუ გახსოვთ კეთრინ ეშტონი მისი დაანონსებული იყო ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა კალბატონ წულუკიანს 2 დღის წინ და ნახეთ როგორ მინისტრობის პერიოდში რა დღეში აგდებდნენ ესენი ელჩები მიდის აი მოусმინეთ მის ინტერვიუს და ნახავთ ეხლა და უამრავი კიდე სხვა ეს ძალიან ნიშანდობლივია ყველა სამინისტროში ამერიკის წარმომადგენელი ამერიკის ეჯდა ხო ეს ერთი მომენტი თქვა რომ გასტროლებზე უნდა წასულიყო რომელიღაც შემოქმედებითი ჯგუფი და იქ ერთ-ერთმა ელჩმა თუ ემისარმა თქვა რომ იცით რა აქო ჩოხა ეს თქვენი ეროვნული რაღაცები არ გვინდაო აქ არ გვაინტერესებს უამრავი ასეთი რასაც ეხლა არ ამბობენ და რაც იყო ხო იგრძნობა უკვე ეს ყველაფერი მე ერთი რაღაცა მინდა თქვა დავით ამერიკის როგორ სახელმწიფო ჰეგემონია ჩამოყალიბდა დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მარშალის გეგმა ევროპის დამონება ეკონომიკურად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ საქართველოს კაცურმა არ იცოდა ამერიკამაც არ იცოდა არ საინტერესებდა საქართველოს ერთადერთი მომენტი როდესაც ზვიას გამსახურდია კანონიერი ხელისუფლება ვიმეორებ ამ გადატრიალების და სამხედრო ხუნტის და ასე შემდეგ ჩამოგდების შემდგომ
შევარდნაძეს მოყვანით ხელისუფლებაში, მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტეს, რომ მადლობა გადაეხადათ. შევარდნაძე მომტკივნეულოდ თქვია $1 ტრილიარდის ეკონომიი და ომის გარგაჩაღებით, იმიტომ რომ ფაქტიურად საბჭოთა კავშირის დასანგრევად ამერიკას უამრავი თანხა უნდა გაეღო და პლუს შეიძლება ომის დაჭერებდა, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი ეკონომია საბჭოთა კავშირიც რო დაიშალა, გაუგებრობაც ჰქონდათ, არ იცოდათ მერე რა ეკეთა. მერე რა გაეკეთა, კი ბატონო და როდესაც შევარდნაძე ჩამოვიდა საქართველოში მარტის თვეში, გახდო ფეხი-ფეხ ჩამოყვა ბეიკერი და ჩამოვიდა გენშერი, ეს იმის ნიშანი იყო, რომ შევარდნაძე უკვე ლეგიტიმაცია მისცეს და შევარდნაძეს ხათრით, შევარდნაძეს პატივისცემით მიდიოდა, რომ მისთვის მადლობა გადაეხადათ. ანუ ერთი მხრივ ამერიკა ცდილობდა, რომ შევარდნაძესთვის ესიამოვნებინა და მეორე რუსეთი, რომელსაც შევარდნაძეს უდიდესი ზიანი მიაყენა, ჯარები ნახევარი ევროპიდან გამოყენა, ამდენი ზარალი ხარჯი ანახა და ამიტომ იყო, რომ აფხაზეთის თემაც გაუკეთეს შევარდნაძეს მოუწყვეს, წაგვართვეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ იმის ინტერესი, რომ ამერიკას ახლა საქართველოს ფიქრით ღამე არ ეძინა, ეს გამორიცხულია, იმიტომ ნებისმიერ თქვენ ნახეთ სოვეტოლოგიური ინსტიტუტები. მე ცოტა სხვაგვარად უყურებ, ჩემ აზრს ვიყურებ უბრალოდ ბატონო მამუკა. უბრალოდ ერთი მინდა ვთქვა, ესა დავით. აი რაც შეეხება სააკაშვილის თემას და აი ამ კომისიის ეს რა თქმა უნდა ეხლა დიდი თემაა და აქ უამრავი შეიძლება სხვადასხვა ასთა სხვაობა იყოს და მისაღებია ეს იმიყო და ძალიან საპოლემიკო და სადისკუსიო საგანია. მაგრამ აი რაც ჩვენ ეს უნდა დაიწყოს 2003 წლიდან. როგორ მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში, რა ძალებმა მოიყვანა, ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა. ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი გააკეთა ნეო სტუდიამ ედვარდ შევარდნაძეზე. ფილმს მქვია თუ არ ვცდები 10 თუ 11 სერია და ფილმს მქვია ცივი ომი და ნაბრეშუმის გზამ. თუ არ ვცდები და ეს არის ძალიან საინტერესო რამხრივ დოკუმენტური კადრები და მე იმ პერიოდის პროტაგონისტების გამოსვლა არის. და ვინც უშუალოდ მონაწილეობას ღებულობდა და აი ჩემი თხოვნა იქნება იცით ახლა იქ ძალიან საინტერესო გამოსვლა აქვს იმჟამინდელ სახელმწიფო მინისტრს და საგამისი ყოფილ ერთს რუსეთში მერე სახელმწიფო მინისტრი ბატონ ვაჟა ლურტკიფანიძეს. ვაჟა ლურტკიფანიძემ ახსნა პირდაპირ როგორ მოიყვანეს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი, როგორ დაყავდა ბიძამისო კრემლშიო ვალოშინთან და ვიღაცებთან. იქ არის ძალიან საინტერესო კომენტარი საკყოფილი უშიშროების ministrs ბატონ ვახტანგ ქუთათელაძის. აი ეს ხალხი უნდა გამოვიდეს, ვინც უშუალო, ვინაც იცოდა და ვინც ინფორმაციებს და კიდე უამრავი სხვა. არ მახსოვს ახლა მე ხაბურძანიაც ხო ამბობს ერთ ინტერვიუში, ყველა სამინისტროში თითო მსტოვარი ეჯდა თავის კაბინეტებით ამერიკელებს. აი ეს ხალხი აქედან უნდა დაიწყოს. ამ ხალხმა უნდა მოიტანოს და გვითხრას ჩვენ რა ხდებოდა მაშინ და მართლა რეალურად ვინ და როგორ მოიყვანა სააკაშვილი ხელისუფლებაში და მისი ეს გუნდი და ეს კამარილი და ვინც სისხლის ტბა დააყენას. აი აქედან უნდა დაიწყოს და მართლა უნდა მოხდეს. დღეს ახსენა გამიხარდა იმან ირაკლი კობახიძემ ქართული ნიურნბერგიო, ჩვენ რომელსაც არაერთი წელი რამდენი ხანია ამას ვამბობთ, რომ ეს ტერმინიც მე მგონი პიონერები ჩვენა ვართ, შემოვიტანეთ ჩვენ და ჩვენმა ტელებ და უამრავ კიდე ჩვენმა კოლეგებმა, რომ უნდა მოეწყოს ქართული ნიურნბერგი. უნდა გააკეთდეს ესა, უნდა დაჯდნენ საბრალდებო სკამზე ეს ყველა ეს ხალხი, ვინც მოიყვანა დღეს საქართველოს ამ მდგომარეობამდე. ეს არ შეიძლება ასე რა. გამორიცხულია თუ ჩვენ 92 წლის ამბებში შეიძლება გადავიდეთ, მე 2003-4 წლის ამბები, 2008 წლის ომისა, ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვია დავით. ეს უნდა შესწავლილი უნდა იქნეს და გამოძიებული უნდა იქნეს და უნდა დამნაშავე. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, საქართველოში ყოველთვის იმის მოლოდინი იქნება, რომ ხვალ აი რაღაცა მოხდება, ზეგ რაღაცა მოხდება და ვიღაცას მოუნდება. 2012 წლიდან გინდა არ გინდა, ვისაც გინდა ისე მიიღეთ 2012 წლიდან საქართველოს ომში ხალხმა ტერიტორია არ დაგვიკარგია. აი ეს გვიხარია. რადგანამდე მიგვიყვანეს რომ 2012 წლიდან შეძლო ხელისუფლებამ ავა თუ კარგად ხო საქართველოში არ ჩაბმული ომში და საქართველოს ტერიტორია არ დაეკარგა. სადა გვაქვს დასაკარგი, მაგრამ არ დავკარგეთ. მანამდე ყველა ხელისუფლება ვინც იყო გამსახურდია და დაწყებული, ყველან დავკარგეთ ხო ხელისუფლება. აი მაგ სწორედ იმის თქმა მინდოდა. დიახ, ბატონ მამუკა, სწორედ იმის აღნიშვნა მინდოდა რომ სხვაგვარად უყურებ რა კონტექსტში. ახლა გასაგებია რომ აფხაზეთი აღიარებული ყავს რუსეთს.
აფხაზეთის და საქართველოსეთის. აი სწორედ ის კავშირი რო ირღვეოდა საბჭოთა კავშირი და გონიოში რო იდგა პოლიგონი ხო იყო იქ გონიოს და ჯარი იდგა კაცო მთელი გარნიზონი და ბათუმში რომელიც იყო თურქეთის წინააღმდეგ მიმართული და როდესაც რუსეთს გაუჭირდა გადატრიალების ის პუჩი ცნობილი ელცინის მოსვლა გორბაჩოვის წასვლა ეს ყველაფერი რუსეთს რეალურად უჭირდა და რომ არ დაეკარგა გავლენა აი ეს გადაიწია უბრალოდ საზღვარი გონიოს პოლიგონიდან აიწინენ ნაგვალოომდე აფხაზეთში იქ გამაგრდნენ ნარატივი ანუ ის გეოსტრატეგიული მომენტი იყო აი ანუ აჭარიდან გავიდნენ უკან დარჩნენ აფხაზეთში ანუ აფხაზეთი იქ დარჩა სადაც რუსეთი ფიქრობდა რომ სადაც კავშირის დაშლის დროს ამერიკის სტრატეგიული ინტერესი იყო რომ რუსეთში ყოფილიყო ელცინის ხელისუფლება და ყველანაირად ცდილობდნენ რომ რუსეთი როდესაც გაუჭიდა ელცინის ხელისუფლებას ჩემო კარგო დავით იცით სათქონდათ უკვე აი შეტევა რო იყო თეთრსახზე გახსოვდა უკვე ისეთი პერიოდი იყო შეიძლება ელცინის ხელისუფლება დაეკარგა ამერიკის შეერთებული დოკუმენტური კადრებია მე კი არ ვიგონებ ამერიკის შეერთებული შტატებმა მისცა საშუალება რომ ელცინი და მისი გუნდი მისულიყო იქდათ შეეფარებინა თავი წაიკითხეთ ელცინის დაცვის ყოფილი უფროსის გენერალ კორჟაკოვის მემუარები აი ყველაფერი წერია იქ და როგორ ჩამოიყვანეს ამერიკიდან სპეციალური გუნდი, როდესაც ფაქტიურად ელცინის საპრეზიდენტო არჩევნებს აგებდა გენადი ზუგანოვთან 96 წელი იყო. ფაქტიურად წაგებული ქონდა და იქ ალექსანდრე ლებედი გავიდა მესამე ადგილზე გახსოვთ თქვენ, ხო? სასწაული გააკეთა მილიარდობით ფული დახარჯა ამერიკამ და თავისი უდიდესი დესანტი ჩამოიყვანა რომ ელცინი და შეენარჩუნებინათ ხელისუფლებაში. ფაქტიურად ერთ დღესაც მთელი რუსეთის ისტაბლიშმენტი აღიარებს რომ ფაქტიურად ელცინი იყო ზუგანოვი პურმარილისთვის ემზადებოდა. მარიონეტი იყო უკვე ამერიკელების ელცინი და ფაქტიურად რუსეთს ამერიკელები მართავდა და ის ყველაზე მთავარი რუსეთის რა ქონებას იყო მთელი რუსეთის ქონება ხო გადაინაწილა რამდენიმე ებრაული წარმოშობის ეგრეთ წოდებულო ოლიგარქმა. მთელი რუსეთის ქონება შემოკარგებო აი იმ პერიოდშიც, ხო? გადაინაწილა 10-15 კაცი, რომ დღესაც რომ ვისაც აქვს ხა მეტანაკლებად, მაგრამ მაშინ ქონდა დაწყებული აბრამოვიჩიდან და ბერეზოვსკიდან დამთავრებული ავენი და ფრიდმანამდე. აი ამათ აიღეს მთელი ხელისუფლება და მთელი სიმდიდრე ეს უნიკალური რუსეთის. აი ეს მოცემულობა ქონდა და არავის არ ახსოვდა მაშინ არც საქართველოს აინტერესებდა მათთვის მთავარი იყო ბირთვული სახელმწიფო რუსეთი რომელიც ემართა და თავიანთური აგენტურა ყოლოდა და ასე გააკეთეს 2000 წლამდე სანამ პუტინი არ მოვიდა ხელისუფლებაში აი ეს იყო ყველაფერი ჩაფიქრებული ბატონო დავით და ერთი მინდა აი ხა დრო ცოტა გრჩება ჩვენ და ხელისუფლებას მინდა მოუწოდო ეხა განცხადებები იყო კიდევ რომ აი რუსეთთან ურთიერთობების არაერთხელ მithქვავს და შეიძლება მომაბეზრებელიც გახდეს ჩვენი მაყურებლისთვის რომ აი რა ყოველდღე უნდა ვთქვათ იმიტომ რომ მოითხოვს სიტუაცია იმას რომ ჩვენ რეგიონალურ პოლიტიკაში რეგიონალურ ურთიერთობებში გადავერთოთ და ჩვენი პოზიციები გამსაზღვროთ ნახეთ რა ხდება აი აზერბაიჯანი იგივე სომხეთი ირანი იქ სომხეთი ირანის გამორჩა ბატონ დავით სომხეთი ირანის რკინიგზა ჩანაცვლება იმ მარშრუტის იგივე რუსეთმა რაც გააკეთა სამხრეთ მომბაი პეტერბურგი აზერბაიჯანი ირანიდან და საქართველოს გვერდზე დატოვება ეს ყველაფერი უამრავი რაღაცები ხდება აქ კიდევ ერთხელ ვამბობ საქართველოს რომ ჩაერთოს ჩვენთვის მთავარ და სასიცოცხლო ეს არის 3+3 ფორმატში ჩვენ რეგიონალურ პოლიტიკაში გავარკვიოთ ურთიერთობები გავარკვიოთ პოზიციები რა და როგორი სიტუაცია იქნება რუსეთთან აღდგენა დიპლომატიური ურთიერთობების რომ გაგება იმისა რომ რა უნდა რუსეთს და დამოკიდებულება აფხაზეთის და სამოჩაბლოს ერთხელ და სამუდამოდ გარკვევა ამ საკითხთან დაკავშირებით დაწყება მოლაპარაკების შავი ზღვა არის ხო ეხლა ამ ახალ კონფიგურაციაში თქვენ წარმოიდგინეთ რა როლი ეკისრება ხო აფხაზეთს და შავი ზღვის სპორტებს აფხაზეთში ხო ყველაზე მთავარი რუსეთისთვის ეხლა შავი ზღვა არის ედვარდ შევარდნაძემ ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ბოლოს თქვა რომ ეს რაც რუსეთს საქართველოში აინტერესებს ყველაზე მთავარი ეს შავი ზღვა არის და მართალი თქვა მაშინ შავი ზღვა არის რუსეთის ალტერნატივა იქნება დაუშვათ ანაკლებ მათი ყველაზე დიდი პორტი იცით რომ ნოვოროსიისკია ხო ხო
ხო და აი ყველა აი ამით ჩართვა და აბსოლუტურად შეცვლა რაღაც საგარეო ვექტორი უნდა შეიცვალოს უნდა ორიენტაცია აკეთები არავის არაფერს არ ვასწავლე იმიტომ რომ გონიერი და ნიჭიერი და რეალურად მოაზროვნე ხალხია და კარგი სტაფი და კარგი ისაყავს საგარეო ხო ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას მიხედეთ დაჩქარდეს ეს თემატიკა რა თქმა უნდა საინტერესოა მოვლენების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების რა აუცილებლად მათთანაც ტანდემში და უნისონში მოქმედება მათთან ურთიერთობა და აი ამერიკა რუსეთის ჩამოყალიბება და შემდგომ უკვე ჩვენი რეალურად პოლიტიკის გაგრძელება რეგიონალური პოლიტიკაა ჩვენთვის ამ ეტაპზე გადამწყვეტი და თავის გადამრჩენი იმიტომ რომ აბა საქართველოს ურთიერთობა თავის მეზობელ ქვეყანებთან აბა კარგია ბრაზილია არგენტინა ინდოეთი მაგრამ ჯერ ამათთან უნდა დაალაგდეს სომხეთი აზერბაიჯანი რუსეთი თურქეთი და ირანი აი შენი სამეზობლო სადაც შეიძლება შენ ჩამოყალიბდე შენი პოლიტიკა განსაზღვრდა მერე კი ბატონო ნებისმიერ გაერთიანებასთან შეგიძლია ურთიერთობა და ერთი მინდა კიდევ თქვა რაგინ სუპერ დემოკრატიული გაერთიანება იყოს სადაც შენ გინდა შესვლა რაღაც გარკვეულ წილ სუვერენიტეტს ქვეყანა კარგავს რომ იცოდეთ ეს არის ამბანური ჭეშმარიტება როდესაც ჩვენ აი ევროკავშირი და რაღაცები რომ ვამბობთ შემოკარგებო ერთი რაღაც არავის არ დაგვავიწყდეს რომ იქ დავკარგავთ ჩვენ რაღაც გარკვეულ წილ სუვერენიტეტს კარგავ აი რაღაც გარკვეულ გაერთიანებაში შესვლით ნებისმიერი მოცემულობის რაც არ უნდა იყოს იქ უწყების შექმნაც სურთ უკვე რომელიც უფრო მაღლა იდგება ვიდრე რომელიმე სუვერენული ევროკავშირის წევრი სახელმწიფო თუ არ მოეწონებათ იქ ჩატარებული არჩევნების შედეგები აი ეს ზემდგომი ორგანიზაცია მიიღებს იქ რაღაც გადაწყვეტილებას მე ვფიქრობ აი რაც შეეხება 5 წუთი გვაქვს დარჩენილი და კიდე ერთი მინდა აი ამერიკის შეერთებული შტატების და განწყობაზე ვისაუბრო ეხა ჩვენ კარგად ვიცით რომ დღევანდელი ხელისუფლება ამერიკის ადმინისტრაცია ანუ თვითონ დონალდ ტრამპი ბოლო არის მას უკვე კანონმდებლობით ამერიკის შეერთებული შტატების არ შეუძლია არჩევნებში მიღება 2008 წელს ეხა ბევრი წელს მე ეხა ძალიან ვეცნობი პრესასაც ამერიკის ყველას და აი შეიძლება მოკლან იგივე კენედის როლი კენედის სიტუაცია და ასე შემდეგ და ასე ჯვარი წერია მაგრამ ძალიან არასწორი შედარება არც კენედის და არც ტრამპის ერთი მინდა ვთქვა რომ როდესაც კენედი მოკლეს კენედის გუნდში ერთიანო კი დემოკრატიული პარტია იყო მაგრამ ერთიანობა არ ყოფილა და სტრატეგიულ საკითხებზე სხვადასხვა ხედვები ჰქონდა და ნათლად დაადასტურა მისმა შემდეგ შემცვლელმა ვიცე-პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა აი აქ ტრამპის შემთხვევაში ჯვარი წერია თუ რამე მოხდა და ტრამპი მოიცილეს როგორც ამერიკული პრესა წეს ტრამპზე უფრო მეტი ტრამპისტები არიან ვენსიც რუბიოც და სხვაებიც ანუ ვინც პირველი შემცვლელია ტრამპის და რეალურად თუ რამე არ მოხდა ისეთი სასწაული და დაუშვათ რა ვიცი ესეთი კატაკლიზმები რეალური კანდიდატურა რესპუბლიკური პარტიის 2008 წელს იქნება ვენსი ვიცე-პრეზიდენტი საკმაოდ ორიგინალური პიროვნება საკმაოდ კონსერვატორი და ტრადიციონალისტი და აი ოჯახური სიწმინდის და რელიგიის და ნუ მოკლედ რა ტრამპზე მეტი ტრამპისტები აი ესეთი ტერმინი შემოიტანა ამერიკულმა პრესამ ამ ახალგაზრდები არიან 45 წლამდე ეს თვითონ ვესიც რუბიოც სახელმწიფო და ასე შემდეგ ასე რომ ამერიკას არ ემუქრება ტრამპის პოსტ-ტრამპული პერიოდში რაღაცა სხვა კატაკლიზმები თუ რესპუბლიკური პარტია დარჩა ალბათ უფრო მეტად კონსერვატული იქნება ამერიკის შეერთებული შტატები ხო იმიტომ რომ იმდენი ფრონტი გააჩაღა ტრამპმა ეხლა ამ ბოლო პერიოდში ვერ ჩაეტევა გამორიცხული არ არის გამორიცხული რომ ამისთვის კიდე ჭირდებოდეს დრო იმიტომ რომ უკვე ევროპაში ძირითადად ევროპაში არიან ეს პესიმისტურად განწყობილი მის ამ გეგმებთან და აი ტრამპის ეს ხო და რატომ იდოდა დასცინიან რა სიმწრის სიცილით დასცინიან ბოდის ვიხდი უკაცრავად აი დავამატებ რატომ თქვი რომ ევროკავშირს აქვს საკმაოდ ბუნდოვანი და საკმაოდ არა სასიამოვნო და სახარბიელო მომავალი. კი, ნუ ლუკაშენკომ თქვა ამის შესახებ. კი, ლუკაშენკომ თქვა მართალი ხარ და თუ ასე გაგრძელდა და აი 2018
2008 წლის მერე კიდე ტრამპის და ეს პოლიტიკის გამგზელები მე ვფიქრობ რომ შარლ მიშელის განცხადება 2030 წლამდეო გაფართოება კი არა 2030 საერთოდ არ დავიშალოთ აი ეს ტენდენციებიც იკვეთება იკვეთება უკვე და ბელგიაშიც კი ულტრამემარჯვენე ძალები მოდიან უკვე სერიოზულად და თან ის ძალები ვისაც არ უნდა ევროკავშირში ყოფნა და ევროკავშირიდან გამოსვლა აგერ გერმანიის მაგალითზე ძალიან საინტერესო ტესტი გველის ეს არის 23 თებერვალი და ვნახოთ რა იქნება ყველაზე მთავარ და წამყვან ევროპულ ქვეყანაში გერმანიაში თვითონ ევროკავშირმა თავისი ესე ტესტი ვერ გაიარა შედეგი ვერ დადო აი ამდენი ხანია ხო არსებობს რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი ხო არაფერი შედეგი არ არის თავი იცი თუ რაღაცა არის აი ერთ-ერთ წინას საპრეზიდენტო შეხვედრები როგორ თავი ვერ მომაწონა ვერ მოგვაწონა ევროპამ ანუ ვერ წარმოაჩინა ევროკავშირმა თავის თავი აი საკმაოდ ტევადი სიტყვა იხმარა და აი სუდად იქცევაო რაღაც ამდაგვარი და ვერ დამანახაო რა ვერ დაგვანახაო თავისთავად სულ ჩვენკენ და ამერიკა და შეგვეშვასო რა და თავისთავად თვითონ მიხედვანო. იმიტომ რომ იქაც არის რაღაც ესეთი სტერეოტიპები, აი ახლა მე თვითონ თელი ევროკავშირის სახელით შეიძლება არ ვიყო მართალი რო ასე ვილაპარაკო, მაგრამ აი გერმანიაში მაგალითად არის გამჯდარი. როგორც კი იქ მარშალის გეგმის პერიოდშიო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რა თავში ჩაუდეს და ჩაუნერგეს, დღემდე ისე მსჯელობენ, ფიქრობენ და რომელიც აი პრინციპში არ ესადაგება ახლა შექმნილ რეალობას. აი მედიასაც რო ეცნობი გერმანულ პრესას თქვათ მაგალითად, გეგონებათ სადღაც სხვაგან არიან. ახლა ეკონომიკურად კი ძლიერი სახელმწიფოა, მაგრამ უკვე აღარ არის წილი, უკვე რეცესიაში. ყველაზე მთავარი ხო აი გაერთიანებას ხო შენ რომ ერთიანებდი აი ოჯახშიც ოჯახური თემაც რო ვიყოთ გაერთიანება ნიშნავს ერთად ყოფნის სურვილს და შინაგანათაც ერთნაირი უნდა იყო ხო აბა ეხლა უცხოსთან ვერ დაждდები ხო და ამიტომ ევროპამ დაკარგა ურთიერთობის ერთიანობის დამაკავშირებელი რგოლი და ეს რგოლი არის იდეოლოგია ჩემო კარგო იდეოლოგია არა და აი ზუსტად მარქსი შემოდის ამ შემთხვევაში და მარქსიზმი არის დღეს ყველაზე მოდური გახდა რა ყველაფერი იდეოლოგიაზე უნდა იყოს დაფუძნებული აი ეგ არის იდეოლოგია არა, იდეოლოგია ცხოვრების წესია. შენ როგორ უნდა იცხოვრო, როდო და რისთვის უნდა იცხოვრო. ეს არა დღეს ევროკავშირს. აი დეფინიციური, სემანტიკური პლასტი დაკარგა ამან, რასაც ქვია იდეოლოგია და აი ეს მომენტიც არის დღეს ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ მას მომავალიც არ აქვს. ხო, ჯერ კიდე როდის წერდა კრილოვი თავის იგავებში Щука лебеди рак, цнобили игавирок. Когда в друзьях согласия нет, на ладых дело не пойдет. Ай, да, хлопит эти варианты. Роца мегобрепши арари შეთანხმება ვერ იხეირებენ. Ეთიან საქმე ერთად ვერ წავალ. კი ბატონო. დიდი მადლობა ბატონ მამუკა, გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა კარტოზია. ჩვენ შევხვდებით ხვალ 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.